მოგესალმები, მე ვარ თამთა ბაინდურაშვილი, პერსონალური ბრენდის მენტორი და გეხმარები პერსონალური ბრენდინგით შენი საქმიანობის განვითარებასა და შემოსავლების ზრდაში. დღეს მე მინდა გესაუბრო იმ მნიშვნელოვან ხუთნაბიჯზე, რომელიც უნდა გადადგა პერსონალური ბრენდის შესაქმნელად. გინდა თუ არა შენ უკვე გაქვს პერსონალური ბრენდი. თუ მე მოგძებნი Google-ში და ვერაფერს ვიპოვე შენზე, ეს შენი პერსონალური ბრენდია. ხოლო თუ ვიპოვე მოძველებულ პოსტებს სხვადასხვა პლატფორმებზე, ესეც არის შენი პერსონალური ბრენდი. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ პერსონალური ბრენდი ეს არის მიიქციო ზედმეტი ყურადღება, საკუთარი თავი აქო ან დაარეკლამო. რეალურად პერსონალური ბრენდი არის შენი რეპუტაცია. რა წარმოდგენა აქვთ ადამიანებს შენზე, მეგობრებს, ნაცნობებს, შენს აუდიტორიას. რას ფიქრობენ, როცა შენი სახელი ესმით, ან რას ამბობენ შენზე, როცა ოთახიდან გადიხარ. დღევანდელ ციფრულ სამყაროში ყველას გვაქვს პერსონალური ბრენდი. გვინდა ეს თუ არა? ყოველთვის, როდესაც ვურთიერთობთ ადამიანებთან, ონლაინ იქნება ეს თუ რეალურ ცხოვრებაში, წერთ კომენტარებს, პოსტებს, ვაკეთებთ კონტენტს, ამით ვქნით ჩვენს რეპუტაციულ ისტორიას. შენი რეპუტაცია უკვე არსებობს, აქ უბრალოდ ერთი კითხვის ნიშანი მაქვს. ამას შენ თვითონ ქმნი თუ ალგორითმები და შემთხვევითობები აკეთებენ შენს ნაცვლად? ახლა რომ კითხვა დავსვა, უმეტესობა გამცემდა პასუხს, რომ გინდათ თქვენი ბრენდის სადავეები, თვითონ გეჭიროთ ხელში და თქვენ გქონდეთ კონტროლი აღებული საკუთარ თავზე. ამისთვის საჭიროა მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა, რომ შენი ბრენდი შენს ხელში დარჩეს. და აი ეს ხუთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგა ძლიერი პერსონალური ბრენდის შესაქმნელად. პირველი, დაასახელე შენი მიზანი. დასვი კითხვა. რას უნდა მიაღწიოს შენმა პირადმა ბრენდმა? იქნებ გინდა ახალ სფეროში გადასვლა და შენი უნარების მაქსიმალურად გამოჩენა. ან გსურს დაწინაურება, რისთვისაც აუცილებელია, რომ სხვა ადამიანებმა დაინახონ უკვე რა წარმატებას მიაღწიე კარიერაში. იქნებ ახალ ბიზნესს იწყებ და გსურს, რომ შენმა პირადმა ბრენდმა აჩვენოს ის, თუ რას ქმნი. რაც არ უნდა იყოს მიზანი, ჩამოწერე კონკრეტულად. მნიშვნელოვანია, რომ შენი მიზანი იყოს ნათელი და გარკვეული. განსაზღვრე, რით გინდა რომ დაგიმახსოვრონ, რას პასუხობ შეკითხვაზე, რას საქმიანობ და აქ არ გულისხმობ მხოლოდ პოზიციის დასახელებას. აი მაგალითად, ხარ მასწავლებელი, რომელიც საავტორო მეთოდოლოგიით ბავშვებთან სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზე მუშაობს. ან იქნებ ხარ ისეთი პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის დაპირებულ დროს ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. იქნებ ხარ ხელოვანი, რომელიც ბუნებრივი მასალებისგან უნიკალურ ხელოვნურ ნიმუშებს ქმნი. იფიქრე შენ რას, როგორ და რატომზე. რით ხარ განსაკუთრებული, რით დაგიმახსოვრებენ. გაიხსენე და ჩამოწერე, რით ხარ განსხვავებული სხვებისგან, რა ცოდნა, უნარები და გამოცდილება გაგაჩნია. განსაზღვრე შენი აუდიტორია. პირადი ბრენდი. შენზე კი არა, მათზეა, ვისაც შეგიძლია დაეხმარო შენი ცოდნითა და უნარებით. ვინ შეიძლება ყველაზე მეტად ისარგებლოს შენი დახმარებით? კონკრეტულად რაში დაეხმარები მათ? კარგად დაფიქრდი და უპასუხე ამ ორ შეკითხვაზე. დააზუსტე, ვისთვის ქმნი შენს პირად ბრენდს. ჩამოაყალიბე შენი მისიის ფრაზა. ამ ყველაფერს ერთ წინადადებაში მოუყარე თავი. ვინ ხარ, რას საქმიანობ, ვისთვის ხარ და როგორ ეხმარები ადამიანებს ტრანსფორმაციაში. აი მაგალითად, მე ვარ თეონა, დაწყებითი კლასის მასწავლებელი, შევქმენი ჩემი საავტორო მეთოდოლოგიით სასწავლო პროგრამა, რომლითაც ვასწავლი ბავშვებს განივითარონ ემპათიის უნარი და შეძლონ პირადი საზღვრების დაცვა, რადგან აქედანვე ჰქონდეთ წარმატებული ურთიერთობები, როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში. ან მეორე, მე ვარ ანა, სამოდელო კომპანიის მენეჯერი. ქმნი ინოვაციურ მარკეტინგულ კამპანიებს, რომლებიც ზრდის მომხმარებლის ჩართულობას და ლოიალურ აუდიტორიას. ამ ფრაზებს იყენებ, როცა სხვას ეცნობი, როცა წერ სტატიას, ან ამატებ ბიოს აღწერაში და ასევე იყენებ მაშინ, როდესაც ქმნი კონტენტ სტრატეგიას. გამოჩნდი ონლაინ შენი წესებით. ორი ციფრული ინსტრუმენტი გაქვს, ვებგვერდი და სოციალური ქსელები. და ორივე მათგანი გეხმარება მართო შენი იმიჯი ბოლომდე. გააზიარო ისტორიები, პროექტები, დაწერო პოსტები, შექმნა სანდოობა და გაამყარო ის. მიზანია შენს ბრენდს გაუსვა ხაზი და პოზიციონირდე იქ, სადაც შენი მიზნობრივი აუდიტორია.
რა უნდა გააკეთო? გააზიარე საინტერესო სტატიები, პოსტები შენს სფეროში. დაწერე მოსაზრებები, რომლებიც შენს აუდიტორიას დაეხმარება. გამოხატე მხარდაჭერა ზღვის პოსტებზე დალაიქებით და კომენტარებით. ეს ყველაფერი პერსონალური ბრენდის ზრდის საშუალებაა. შეიძლება თავიდან ამ პროცესმა შეგაშინოს, მაგრამ გაიაზრე, შენ შეგიძლია უკვე აღმოაჩინო საკუთარი თავი ახლიდან. შექმნა შენი შთამაგონებელი და უნიკალური ისტორია და მოახდინო გავლენა სამყაროზე, რომელიც შენს გამოჩენას ელოდება. სულ ეს იყო, რაც ამ ვიდეოში თქვენთვის მინდოდა მეთქვა. გაუზიარეთ მეგობრებს, მალე შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.